Როგორ მიმდინარეობს შეღავათიანი აგროსესხის პროექტი, ფერმერები და მეწარმეები იაფის ესხის მისაღებად უკვე ერთი თვეა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აკითხავენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული შეღავათიანი აკროკრედიტის პროექტის ფარგლებში მათ სამი ტიპის ესხის აღება 0-დან 8%-მდე შეუძლიათ. რა შენიშვნები აქვს ფერმერთა ასოციაციაში და როგორ აფასებენ პროექტის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეკა კოპალიანი გიამბობთ. კასპის რაიონის სოფელ თელიანში გივი დემეტრაშვილს 80 ჰექტარი მიწა აქვს, რამდენიმე წელია ვაშლი და სიმინდი მოყავს, თუმცა ფართობის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებდა. ცოტა ხნის წინ ფერმერმა 100.000 ლარიანი აგროსესხი აიღო, ხახვი დათესა, საკუთარი სარწყავი სისტემა დაამონტაჟა და თანასოფლელებიც დაასაქმა. დავასაქმე და 20 ადამიანი და ალბათ ცოტა ხნის მერე როდესაც უკვე ხახვი ამოვა და გამარგულა და გათხოვნა დაიწყება, დაახლოებით 50-60 ადამიანს დავასაქმე. შეღავათიანი აგროსესხების გაცემა უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ამ დროისათვის პროექტი 700-მდე ფერმერი სარგებლობს, თუმცა სესხის აღებას ყველა მსურველი ვერ ახერხებს. ფერმერებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. უნდა იყოს კრედიტუნარიანი და თვითონ პროექტიც ან მისი საქმიანობა უნდა იყოს ისეთ პარამეტრებში, რომ ბანკი გადაწყვეტილებას იღებდეს მის დაფინანსებაზე. ასეთი მოლოდინი არ გვაქვს ჩვენ, რომ ძალიან ბევრი იქნება. თვითონ ტემპი, რომლითაც პროექტი დაიწყო და ის სესხების რაოდენობა და მოცულობები, რომლებიც უკვე გაცემულია, გვაფიქრებინებს იმას, რომ პროექტი წარმატებით დაიწყო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ფერმერებს და მეწარმეებს სამი ტიპის სესხის აღება შეუძლიათ. პირველი კომპონენტი მცირე ფერმერებზეა ორიენტირებული და 5.000 ლარამდე 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტის აღებას ითვალისწინებს. მეორე კომპონენტი 5.000 ლარიდან 100.000 ლარამდე 2 წლამდე შეღავათიან აგროკრედიტს მოიცავს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვისაა განკუთვნილი და მისი საპროცენტო განაკვეთი 8%-ს არ აღემატება. მესამე კომპონენტი ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმოებისთვის 1 მილიონ ლარამდე სესხების გაცემას ითვალისწინებს. ეს სესხი 7 წლამდე პერიოდით გაიცემა და მაქსიმუმ 3%-იანია. აგროკრედიტებს 12 ბანკი და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასცემს. ჩვენ გავაიოლეთ მოთხოვნა როგორც უზრუნველყოფაზე, ასევე გავაიოლეთ მოთხოვნა მასთან დაკავშირებით, რომ გაცილებით ნაკლებ დოკუმენტაციას ვითხოვთ ასეთ სესხების გაცემისათვის, რომ რათა დროში არ გაიწელოს. განაცხადების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ალბათობა იმისა, რომ უარი ითქვას, შეიძლება იყოს უფრო მეტი. თუმცა განაცხადების 30-40% უკვე დაკმაყოფილებულია. ფერმერთა ასოციაციაში თვლიან, რომ პროექტის მიმდინარეობისას სასურველია გარკვეული ხარვეზები გამოსწორდეს. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, უმჯობესია პროექტში სადაზღვევო და ლიზინგის მექანიზმების ჩართვა. სადაზღვევო მექანიზმი მიცემს საშუალებას ბანკებს, რომ ის მაღალი რისკები, რაც არსებობს სოფლის მეურნეობაში, შემცირდეს, ხოლო რაც შეეხება ლიზინგს, ეს ძალიან კარგი კომპონენტი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აი მესამე კომპონენტი, რაც არის იაფი სესხის, ექნება მეწარმეს საშუალება, რომ ის მანქანადანადგარი იქნება თუ გადამამუშავებელი ქარხანა იქნება, ის ჩაიდოს უკვე იპოთეკაში. უახლოეს პერიოდში შეერთება ლიზინგი, აგროდაზღვევის მიმართულებითაც გვაქვს კონკრეტული სქემები უკვე შემოთავაზებული საზღვაო კომპანიების მიერ, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო წყორი საზღვაო კომპანიების მიერ და თავისთავად მუშაობთ ამერტული. ინტერესი არის ძალიან დიდი და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი თანხები, საკმაოდ ბევრი პროექტი არის დაფინანსებული. განაცხადების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა პირველ და მეორე კომპონენტებზეა. 5.000 ლარამდე 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 458 მსესხებელს დაუმტკიცდა. მეორეში 220 განაცხადი დაკმაყოფილდა. მესამე კომპონენტში ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმოებისათვის 8 სესხი დამტკიცდა. 500-ზე მეტი ფერმერი კი ამ დროისათვის შეღავათიანი აგროსესხის მოლოდინშია. მათ განაცხადებზე საფინანსო ორგანიზაციებში მსჯელობენ.